ზუსტად 1 წლის შემდეგ პრემიერ ირაკლი ყობახიძის განცხადებიდან მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ და შეიძლება ითქვას, რომ სულ ასობით მოქალაქე არის მაინც შეკრებილი ამ წუთისთვის მელიქიშვილის გამზირზე და ისინი მსვლელობას მართავენ საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიამდე, იქ სადაც ზუსტად 1 წლის წინ მოქალაქეები შეიკრიბნენ იმისათვის, რომ გაეპროტესტებინათ ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომლებიც უკავშირდება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის დღის წესრიგიდან ამოღებას, სულ 2028 წლის ბოლომდე ასევე საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარის თქმაზე ევრობლოკის მხრიდან. მაშინ მოქალაქეები ამ გადაწყვეტილებამ გაანაწყენა, გააბრაზა, ისინი შეიკრიბნენ, ნაცვლად კი ხელისუფლებამ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა მათ წინააღმდეგ გამოიყენა სპეციალური საშუალებები, როგორც იყო ცემსადენი გაზი, წყლის ჭავლი, ეგრეთ წოდებული ციტაკის სპრეი, ასევე ფიზიკური ძალა და ფიზიკური ძალის გამოყენებით არაერთ მოქალაქეს გაუსწორდნენ, ასევე დემონსტრანტებსაც, სამოქალაქო აქტივისტებსაც, განურჩევათ ასაკისა და სქესისა, ასევე ჟურნალისტებს, მედიის წარმომადგენლებს, ცნობილია ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტის გურამ როგავას შემთხვევა, ასევე გამოცემა პუბლიკის ჟურნალისტის ალექსანდრე ქეშელაშვილის შემთხვევა და TV პირველის გადამღები ჯგუფის შემთხვევა, როდესაც ამ შემთხვევაში არა სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები გაუსწორდნენ მათ, არამედ უცნობი პირები და ეს საქმეები დღემდე არის გამოუგზიებელი. 1 წლის თავზე მოქალაქეები სწორედ ამ მოვლენებს იხსენებენ და ამბობენ, რომ მიუღებელია, როდესაც არც ერთი პირის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა დღის წესრიგში იმ ფონზე, როდესაც ათობით მოქალაქე არის დაპატიმრებული და მათ შორის არიან დემონსტრანტები. მათი ოჯახის წევრებიც არიან მოსულები. დღეს 2025 წლის 28 ნოემბერს უკვე მსჯავრდებულთა ოჯახების წევრები, რომლებსაც სასამართლომ სექტემბერ-ოქტომბერში მათ უმრავლესობას შეუფარდა პატიმრობა, მიუხედავად რიგ შემთხვევებში გადაკვალიფიცირებული მუხლისა, თუმცა მაინც მრავალი წლით, რასაც მათი ოჯახების წევრები უსამართლოდ მიიჩნევენ და ამ გადაწყვეტილებებსაც არალეგიტიმურს უწოდებენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც არიან და ბევრი რამ შეიცვალა ზოგადად 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 28 ნოემბრამდე პოლიტიკურ სპექტრშიც. დღეს ოპოზიციონერი ლიდერთა დიდი ნაწილი არის პატიმრობაში. პარლამენტში ქართული ოცნების ინიციატივით შექმნილი დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის, თუმცა 6 ნოემბერს საქართველოს პროკურატურამ 8 ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი საქმეები აღძრა, მათ შორის ნოემბრის ქუჩის პროტესტების ორგანიზებისთვის და თითქოს და გამოძიების ვერსიით ძალადობის წახალისებისთვის. ბუნებრივია, დღეს მათი თანაგუნდელები არიან საპროტესტო აქციაზე. შეიცვალა ისიც, რომ არ არის მათ შორის ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია, რომელიც განსხვავებით წინა წლისგან წელს მე-11 მოწვევის პარლამენტში და საკანონმდებლო ცხოვრებაში იღებს მონაწილეობას. ასევე ისინი, ვინც დღეს ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან, პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან, იმ ოპოზიციონერი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლა გაგრძელდეს მიუხედავად არსებული სიტუაციისა და მდგომარეობისა. წინ ივანიშვილმა ცხადად თქვა ის, რაც მე პირადად 2012 წლიდან ვიცოდი, რომ მისი რეჟიმის პირობებში საქართველოს ევროპული მომავალი არ ექნებოდა და ღიად გაწყვიტა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, რაც არის ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის მრავალი თაობის ისტორიული არჩევანი. ამ გზას აუცილებლად გააგრძელებს ქართველი ხალხი და აუცილებლად მიიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე, როდესაც საქართველო გახდება ევროკავშირის ღირსეული წევრი, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული და ამაზე მეტყველებს მათ შორის ის, რომ 1 წლის განმავლობაში ხალხი არ დაიღალა, არ შეეგუა და არ დანებდა ივანიშვილის მოცემულობას, რაც არის ქვეყანა, რომელსაც არ აქვს ევროპული მომავალი, არ აქვს მომავალი თავისუფალ ცივილიზებულ სამყაროში, არამედ არის რუსეთის გავლენის ქვეშ, რუსეთის უკანა ეზო, წარუმატებელი არ შემდგარი ქვეყანა, რომელსაც მართავს კრიმინალთა ბანდა და მხოლოდ საკუთარი სიმდიდრის მოხვეჭით არის დაკავებული. ამ ერთმა წელმა გვაჩვენა, რომ ქართული საზოგადოება მზად არის ბრძოლის ბოლომდე მისაყვანად. ასეთი ბრძოლა ავტორიტარი
ცარიზმთან, აი ესეთ ოლიგარქიულ რეჟიმებთან იოლი მარტივი და ხანმოკლე სამწუხაროდ არ არის. მაგრამ ჩვენ ვაჩვენეთ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად ზეწოლისა, მიუხედავად რეპრესიისა, ჯარიმების, წამების, თავდასხმების, დაპატიმრებების მიუხედავად აი დღეს ნახეთ რამდენი ადამიანი იქნება იმის სათქმელად გარეთ, რომ ჩვენ ამ ბრძოლას არ ვეშვებით და ბოლომდე მივიყვანთ. ამიტომ ეს გვაჩვენა, ჩვენ ვართ ერთად, საზოგადოება, მოქალაქეები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, აქტივისტები და ამ ბრძოლაში აუცილებლად მივიყვანთ ამ საქმის ბოლომდე. გასული წლის 28 ნოემბერი იყო ერთი მხრივ სამშობლოს ღალატის დღე, იმიტომ რომ რაც ივანიშვილმა, ყობახიძემ და ამ რეჟიმის სხვა წარმომადგენლებმა გააკეთეს, იყო სამშობლოს ღალატი, მაგრამ მეორე მხრივ იყო ღირსების დღე, ამ ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვის დღე, საქართველოს სახელმწიფოებრიობის დამოუკიდებლობის, საქართველოს თითოეული მოქალაქის თავისუფლების დაცვის დღე და ეს ერთი წელი არის ზუსტად ამ შინაარსის წელი. ივანიშვილს ჰქონდა განცდა, რომ ის შეძლებდა პროტესტის ჩახშობას, მან ეს ვერ მოახერხა. ეს არის შეუსრულებელი ამოცანა, არ არსებობს ძალა, რომელიც ამ პროტესტს შეაჩერებს. თუ განვიხილავთ იმ სირთულეებს, რომელიც საქართველოში პოლიტიკური და საზოგადოებრივი თვალსაზრისით არსებობს ბოლო ერთი წლის განმავლობაში საზოგადოებამ უპრეცედენტო გრადობა, სიძლიერე, თანმიმდევრულობა, გამბედაობა აჩვენა და მე ვფიქრობ შეიქმნა ის საფუძველი, რომელიც საბოლოო ჯამში თუ ესე გავაგრძელებთ ჩვენ ქვეყანას საზოგადოებას დემოკრატიულ ცვლილებამდე მიიყვანს და რეჟიმის რღვევამდე და დღეს მნიშვნელოვანი დღეა ამ თვალსაზრისით და აი ამაზე უნდა დავაშენოთ რა. მე ძალიან მიხარია რომ ვერ მოხდა ჩვენი დამორჩილება, ვერ მოხდა ადამიანების დამორჩილება, რომლებმაც ჯოჯოხეთი გაიარა 13 წლის განმავლობაში და ყველაფრის მიუხედავად ისინი იბრძვიან საკუთარი და სხვების თავისუფლებისკენ და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ მალე გაცილებით მეტი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე გამოვა ქუჩაში, რაც მოიტანს ცვლილებებს. იმის მიუხედავად, რომ ქართული ოცნება საერთოდ არ ეთანხმება არც ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებებს და არც მოქალაქეთა განწყობებს, რომ ევროინტეგრაციის პროცესი სწორედ წინა წელს ირაკლი ყობახიძის განცხადების შემდგომ შეწყდა, სუმცირე 2028 წლის ბოლომდე და მათ არგუმენტად მოყავთ, რომ 2024 წლის 27 ივნისს ევროსაბჭოს შეფასებების საფუძველზე ევროკავშირმა თავად შეაჩერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. მოქალაქეები ფაქტია, რომ უკვე 365 დღეა უწყვეტ განურჩევლად ყველა სიტუაციისა, იქნება ეს კლიმატური პირობები თუ კანონმდებლობის ცვლილება, მაინც იკრიბებიან თბილისის ცენტრში და გამოხატავენ თავიანთ პროტესტს. საკანონმდებლო რეგულაციების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი არის ყურადღების გამახვილება იმაზე, რომ ქართულმა ოცნებამ რამდენჯერმე წინააღმდეგობის გარეშე შეცვალა კანონმდებლობა იმისათვის, რომ როგორც აქციის მონაწილეები ამბობდნენ ამ თვეების განმავლობაში, ჩაეხშოთ საპროტესტო განწყობები და შეეზღუდათ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. მათ შორის თუ კი თავდაპირველად გაათმაგდა ჯარიმა ადმინისტრაციული ჯარიმა იმის გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის, ახლა ჯარიმის კომპონენტი ფაქტობრივად გამონაკლისი შემთხვევების გარდა სრულად არის ამოღებული და მოქალაქეებს ადმინისტრაციულ პატიმრობაში უშვებენ 15 დღემდე ვადით. ასეთი შემთხვევები და ასეთი საქმეები კი უკვე ათობით არის დაგროვილი მხოლოდ რამდენიმე კვირაში. დაკავებულთა შორის იყვნენ მათ შორის ჟურნალისტებიც, რამდენიმე მათგანი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, მათ შორის რამდენიმე დღის წინ პირველი ჟურნალისტი გიორგი მამლიაშვილი, რომელსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ჯარიმა დააკისრეს. საკანონმდებლო რეგულაციების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ისიც, რომ პიროტექნიკის გამოყენება არის აკრძალული, ასევე სახის დაფარვა, რომელიც ასევე ისჯება ადმინისტრაციული წესით პატიმრობით, თავისუფლების აღკვეთით, თუმცა ამის მიუხედავად მოქალაქეები მაინც ახერხებენ გზის გადაკეტვას. დღეს ვიდრე მსვლელობა დაიწყებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიასთან, პოლიციის მაღალჩინოსანი გეგა მემანიშვილი აფრთხილებდა აქციის რამდენიმე წევრს, რომ იმ შემთხვევაში თუ ისინი არ დაემორჩილებოდნენ პოლიციის მითითებებს, მათ შესაბამისად გასცემდა პასუხს შინაგანსაკმარის სამინისტრო, თუმცა მიუხედავად ამისა, მოქალაქეთა რაოდენობა შინაგანსაკმარის სამინისტროს შეფასებით აღმოჩნდა საკმარისი, რომ მათ სრულად დაეკავებინათ გზის სავალი ნაწილი. საკანონმდებლო ცვლილებების გარდა ასევე რამდენიმე რეგულაცია გამკაცრდა, მას შორის სპეციალური მანათობელი საშუალებების გამოყენება აიკრძალა საპროტესტო აქციის ფარგლებში, თუმცა როგორც გითხარით, ყველაფრის მიუხედავად მოქალაქეები ყოველდღიურად იკრიბებიან და დღეს წლის თავზე იმ ცნობილი განცხადებისა იმყოფებიან მელიქიშვილის გამზირზე, საქართველოს ევროკავშირის და მეგობარი უკრაინის
დროშით, რომელიც ასევე დღეს ცნობილი მოვლენების გამო, რუსული აგრესიის გამო არის მძიმე მდგომარეობაში. შეგვიძლია ახლა ვნახოთ, რა ვითარება არის თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიასთან, სადაც მსვლელობას ახლა შეუერთდება საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის მონაწილეთა ნაწილი.